როგორ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში, გამოვიყენოთ ელექტრონული პოსტა და სასარგებლო ონლაინ რესურსები. ასევე როგორ ისარგებლოთ Google-ის რუკითა და თარჯიმნით, როგორია ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტი. ამ და სხვა უნარჩვევების განვითარებაში, რომლებიც ყოველდღიურობის გაამარტივებაში დაგეხმარებათ, კომუნიკაციების კომისია სრულიად უფასოდ გადაგამზადებთ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. კომუნიკაციების კომისია სერტიფიცირებული სემინარების ჩატარებას ხალხობაში იწყებს. როგორ მიმდინარეობს მოხალხეების გადამზადება და ვის შეუძლია მონაწილეობა მიღება დეტალებს კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე გვეტყვის, რომელიც შემოგვიერთდება რამდენიმე წამში და გავიგებთ ამ საინტერესო პროგრამის შესახებ უფრო მეტ დეტალს. დილამშვიდობის, შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ. დილამშვიდობის ქალბატონო მარიამ, ძალიან საინტერესო და საჭირო თემაზე. ხო, ბევრი კითხვა, ვის სჭირდება, რატომ სჭირდება, ვის შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა. პრინციპში აქტუალური საკითხია და გვაინტერესებს თქვენი ამოცანა, რისკენ არის მიმართული ეს სემინარები, თქვენ რა შედეგის დადგომასელით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში გეტყვით, რომ კომუნიკაციების კომისია უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამას. ეს არის პროგრამა, რომელიც ხორციელდება ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე Login Georgia პროექტის ფარგლებში, რომელიც არის დაფინანსებული 5-წლიანი პროექტია და არის დაფინანსებული მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მას ორი კომპონენტი აქვს. პირველი კომპონენტი მიზნით ისახავს რეგიონებში ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ხოლო მეორე პროექტი მისი მხარდამჭერი ელემენტი, ასე რომ ვთქვათ, საგანმანათლებლო, რომელიც მიზნით ისახავს რეგიონებში, კერძოდ კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში ინტერნეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისი მიზნობრივ გამოყენებას, სასარგებლოდ გამოყენებას. იცით რა, ბუნებრივია პროექტის საინტერესოა თავისი შინაარსით, მაგრამ სად გამოჩნდა ამის აუცილებლობა, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ თქვათ ყველგან უკვე რაღაც ელემენტარულ დონეზე ყველაფერი იცის. იცით რა არის, ინტერნეტში ნავიგაცია სულ უფრო რთულდება, მით უმეტეს ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იმიტომ რომ საფრთხეებიც იზრდება ამასთან ერთად, ამიტომ ჩვენს გვაქვს ეს გამოწვევა, მით უმეტეს ადამიანებს, რომლებიც თქვათ რეგიონებში ცხოვრობენ და არ აქვთ ხელმისაწვდომობა იმდენი შესაძლებლობები, რომ მიიღონ ცოდნა როგორც ჩვენ, ხომ, დიდ ქალაქებში. ასე რომ ამ პროექტს, ამ პროგრამას ანალოგი არ ყავს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საგანმანათლებლო ღონისძიებები, სემინარები ტარდება უშუალოდ სოფლებში. ამ პროგრამას ახორციელებს ციფრული ელჩებისა და ტრენერთა გუნდი, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ სანამ ეს მნიშვნელოვანია რომ ვახსენეთ, რომ სანამ პროგრამის დიზაინი შემუშავდებოდა, მანამდე ჩავატარეთ მოსახლეობის ინტერნეტ საჭიროებების კვლევა, რომელმაც გამოავლინა ის საბაზისო უნარები, რომელიც მოსახლეობას სჭირდება იმისთვის, რომ მოახდინონ თავისუფლად. რამდენიმე გითხრათ შაბლონურად მაინც, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა, მე პირადად ჩემი გამოწვევები მაქვს ინტერნეტთან კომუნიკაციაში და მაინტერესებს თუ არის თანაკვეთ. აი რა არის თქვა ძირითადი საკითხები, თუ გინდათ სამი გამოვყოთ. დიახ, ვახსენებ, რომ ორი ძირითადი თემატიკის ტრენინგ მოდული გვაქვს. პირველი არის ციფრული წიგნიერება და ამას ჩავშლი მოგვიანები და მეორე არის ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, აი ზუსტად იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ დღეს აი საფრთხეები სულ უფრო იზრდება და უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი თავი. ეს საფრთხეები და რას ნიშნავს უსაფრთხო გამოყენება? კი ბატონო, ციფრული წიგნიერების მოდულის ფარგლებში ჩვენ სწავლით თუ როგორ უნდა შექმნან მეილი, ელექტრონული პოსტა და გამოიყენონ ასევე სხვა სასარგებლო საკომუნიკაციო საშუალებები, ასევე როგორ გამოიყენონ საძიებო სისტემები და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინტერესი და მეორე ვახსენე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, აქ უფრო აქცენტი ხდება იმაზე, რომ ინტერნეტში ინფორმაცია
ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხო ყალბი და ამეშირდება გადამოწება, გაფილტრა, კრიტიკულად გააზრებაც, რომელიც უკვე მედია ციგნიერების თქვათ ელემენტებსაც მოიცავს. როგორ უნდა დავაყენოთ ჩვენს სისტემაზე ისეთი ასე იგი password-ი ხო, რომ მარტივად გამოსაცნობი არ იყოს და ნუ სხვა ის ელემენტები, რომელიც 1 2 3 4 5 6 7 8 გავბატონო მარიამ, ეხლა უსმენენ ადამიანებს, რომელსაც გაუჩნდათ ინტერესი, თუმცა მათ კიდევ უფრო კონკრეტულად უთხრათ, როგორ შეუძლიათ რომ დაგიკავშირდნენ, როგორ შეიძლებათ რომ ამ პროცესში ჩაერთონ და მიიღონ ის ინფორმაცია უფრო დეტალურად, რასაც თქვენ ახლა გვიყვებით. პროგრამა არის ინკლუზიური, მაშინ მონაწილეობა შეუძლია 18 წლის ზემოთ ასაკის უკვე ზედაზღვარი აღარ გვაქვს შეზღუდული, თუმცა გვაქვს კონკრეტული შეზღუდა, რაც არის გეოგრაფიული არეალი. ეს პროგრამა ხორციელდება პროექტის 3 მუნიციპალიტეტებში და დასახლებებში. ამის შესახებ ინფორმაცია დეტალური არის ხელმისაწვდომი კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე და ასევე ჩვენ სოციალურ ქსელებში. დღეს მდგომარეობით 2 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროგრამა, ეს არის ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, თუმცა ამ მომენტისთვის უკვე 12 მუნიციპალიტეტშია განხორციელებული ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, 200-ზე მეტ სოფელშია ჩატარებული ტრენინგები და 6200-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს პროგრამას. ჩვენ არა მხოლოდ თქვათ ნებისმიერ ადამიანს, ვინც გამოთქვა სურვილს რომ მიიღოს მონაწილეობა სარგებლობს ამ პროგრამით, არამედ ყავს ისეთი ბენეფიციარები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ამ გეოგრაფიულ არეალში და ასევე მცირე მეწარმეებიც, რომელთაც სურთ რომ თავისი მცირე ბიზნესი უფრო მეტად პოპულარული გახადონ. ფორმატის შესახებ გვიამბეთ, ეს როგორც ვთქვათ, სასწავლო გაკვეთილი ესე მიმდინარეობს, ვთქვათ, დილას იწყება საღამოს თავდება შესვენება, თუ აი როგორ მიმდინარეობს? ეს არის ერთჯერადი 4 საათიანი სემინარი, რომელსაც აქვს დიახ შესვენება და ამ შესვენების დროს ჩვენ ბენეფიციარებს, ანუ ტრენინგის მონაწილეებს უმასპინძლდებით ყვებით და ბოლოს ტრენინგის ბოლოს ჩვენ მათ გადავცემთ სერტიფიკატს და სიმბოლურ საჩუქრებს მონაწილეობისთვის. თქვენ ახსენეთ 12 მუნიციპალიტეტი, სადაც უკვე ეს პროექტი განხორციელდა. აი ყველაზე მეტად ხშირად დასმული შეკითხვებია საინტერესო, თქვა და აი ყველაზე მეტად რა გამოიკვეთა, რომელი საკითხები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას ადარდებთ, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში, ხო, კონკრეტულად, თუნდაც აი სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს გულისხმობ. იცით რა არის ძირითადად აი საბაზისო უნარებზეა საუბარი, ციფრულ უნარებზე, მაგრამ საჭიროება და უფრო მეტად პრობლემა გამოიხატა ის თაღლითური სქემები, რაც სულ უფრო მეტად ვრცელდება ხოლმე და ამიტომ მეტი კითხვა მოდის ამ თემებზე, ანუ ისევ და ისევ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასთან მივდივართ და ვახსენე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იმ ხელა შესაძლებლობებს იძლევა, რომ აი ეს თემები განსაკუთრებით აინტერესებთ პედაგოგებს, რომლებიც ღებულობენ მონაწილეობას ამ სემინარებში და ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებს, ხო? იმიტომ რომ საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტს კიდევ უფრო მეტი დანიშნულება და სარგებელი მოაქვს, ასე რომ გაუტანო მარიამ, თქვენ ისაუბრეთ მუნიციპალიტეტებზე, სადაც მიმდინარეობს, როგორ მიმდინარეობს და რა პროცესებია, თუმცა მე კიდევ უფრო დავაზუსტებდი, როგორ უნდა მოხვდეს ადამიანი ამ სემინარებზე, რეგისტრაციის ფორმა, აპლიკაცია, რომელიც უნდა შეავსოს, მოვიდეს სიტყვით გაგაფრთხილოთ და გითხრათ, თუ როგორ ხდება ეს დეტალები? რომ გითხრათ. არა, არ გვაქვს არც აპლიკაციო ფორმა, პროცესი არის ძალიან გამარტივებული. პროგრამას ახორციელებენ ციფრული ელჩები რეგიონულ ცენტრებში. მათი საკონტაქტო ტელეფონი მითითებულია ინფორმაციაში, რომელიც გავრცელდა ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების. ანუ ესე სათითაოდ ავრცელებთ ამ ინფორმაციას იმ მუნიციპალიტეტში, სადაც აპირებთ, რომ ეს სემინარები ჩაატაროთ, ხო? დიახ, პროგრამა ასევე მხარდაჭერილია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, საკონტაქტო პირები არიან ჩართული, შესაბამისად, ყველა მსურველს, ოღონდ ერთადერთი ეს რაც ვთქვი კრიტერიუმი არის, რომ იმ გეოგრაფიულ არეალს უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობა, რომელიც ვთქვათ ცხოვრობს აი ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, სოფლებში, მათ შეუძლიათ დარეკონ აი ნომერზე, მითითებულ ნომერზე და შესაბამისად მოხდება, ესე იგი, ჯგუფების შექმნა. ზოგადად ადამიანის ბუნება
ხდება მაინც სიახლეებთან მიმართებაში ცოტა მეხამრიდის მდგომარეობაში არის ხოლმე დიდი ხნის განმავლობაში ხო მიუღებლობა აქვს და თქვათ ცდილობს რომ არ გაითვალისწინოს მაგრამ თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე ხე საკითხები რომლის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ ნუ წარმოუდგენელია რომ თქვათ რაღაცა თანხმედრაში არ იყო ყოველდღიურ პროცესში აი თქვენ როგორ დააჯერებდით ადამიანებს აი ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი აი ამ პროგრამის მიმართ რომ აუცილებლად უნდა მოვიდნენ და თქვათ დაესწრონ და მიიღონ ეს განათლება ნახეთ პროგრამის დასაწყისში დავახსენე რომ უკვე მე-4 წელი ავახორციელებთ ამ პროგრამას ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის გუნდისთვის დაგვერწმუნებინა ადგილობრივი მოსახლეობა იმაში რომ მოსულიყვნენ ტრენინგზე სოფლად წარმოიდგინეთ და ხო აი გადაედოთ მათი აი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები მათ შორის სოციალური საკითხები და ესე იგი საგანმანათლებლო თემისთვის დაეთმოთ მათი დრო. თუმცა დროთა განმავლობაში ისეთი დაინტერესება მოყვა ამ პროგრამას საოცრად კარგ უკავშირებს ახალგაზრდები, თუმცა პედაგოგთა ძალიან დიდი აუდიტორია ყავს, მასწავლებლები და ასევე მათი მშობლები. და მინდა გითხრათ, რომ ყავს ასევე 70 წლის ზემოთ, ესე იგი, მონაწილეებიც და ის როგორ ვთქვა, ის ჯგუფია, რომელსაც ჩვენი სხვა პროექტებით და პროგრამებით ვერ წვდებით და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ესე იგი ასეთი ასაკობრივი ჯგუფიც არის ჩვენი პროგრამის მონაწილე. დიდი მადლობა კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში.